ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ჩავიდა. მას ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. კობახიძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს. საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მიათესხდომის გახსნისას კობახიძემ თქვა, რომ მისთვის ბაქოში ყოფნა დიდი პატივია. აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც ქართულ ოცნებას 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სხდომა გამოგვიყვება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს. რათა კიდევ უფრო დინამიური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. კობახიძესთან ერთად აზერბაიჯანში არიან ოცნების მთავრობის წევრები ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი, თინათინ რუხაძე და ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.